ნამდვილად პირველი კვლევა, რომელიც ეხება უშუალოდ სექსუალური შევიწროების გავრცელების მასშტაბს, კონკრეტულად საქართველოს კერძო სექტორში. ეს კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ CRRC-სთან ერთად გააკეთა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ პარტნიორობისთვის. და კვლევა მხარდაჭერილი ასევე ნორვეგიის მთავრობის მიერ. რაც შეეხება კვლევის, ვიცოდით, რომ მოვიდოდ, რომ გვეკვირია სექსუალური შევიწროება ასევე კერძო სექტორში. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2021 წელს ჩაატარა მსგავსი კვლევა, მსგავსი მეთოდოლოგიით, ასევე საჯარო სექტორში და მეტნაკლებად, თქვათ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო ის მონაცემები გამოგვეყენებინა ასევე კერძო სექტორში და სხვადასხვა სექტორებში, არა მხოლოდ დასაქმების ადგილას, იმიტომ რომ სექსუალური შევიწროების ფენომენი მეტნაკლებად ყველგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მასშტაბით მსგავსად მოქმედებს. თუმცა, როგორც იცით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კერძო სექტორთან, ქალთა გაძლიერების პრინციპების მეშვეობით. ჩვენი მიზანი არის კერძო სექტორის გაძლიერება, ვასწავლოთ მათ გენდერული თანასწორობის პრინციპები, როგორ შეუძლიათ გააკეთონ კონტრიბუცია ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, სექსუალური შევიწროება ერთ-ერთი ის თემა არის, რომელიც ძალიან უშლის ხელს განსაკუთრებით სამუშაო ადგილზე ქალთა გაძლიერებას და ჩვენი მიზანი იყო, რომ ის, რასაც საუბრობთ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, აი ამისთვის შეგვექმნა ცალკე დოკუმენტი, ცალკე მტკიცებულება, რომელსაც უკვე დავეყრდნობოდით და, თქვათ, კერძო სექტორთან ერთად, კერძო კომპანიებთან ერთად ვიფიქრებდით მომავალში რა შეიძლება გაგვეკეთებინა სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის მიზნით. ქეთი, როგორ მოხდა აუდიტორიის შერჩევა, სამიზნე აუდიტორიის, ეს იყო ფარული გამოკითხვის შედეგად, ასევე საინტერესოა, რომელი სფეროებიდან არიან ეს ადამიანები, ვინც გამოკითხეთ. საუბარია როგორც ქალებზე, ასევე კაცებზე. კი, რა თქმა უნდა, მეთოდოლოგია ითვალისწინებდა შემთხვევით შერჩევას, რა თქმა უნდა, ეს იყო შემთხვევითი სატელეფონო დაკავშირება რესპონდენტებთან და შემდეგ იდენტიფიცირების შემდეგ, ვინც მუშაობდა კერძო სექტორში, მათთან ხდებოდა ინტერვიუს ჩატარება და ასევე მული გაზიარებული იყო Facebook-ის გვერდზე, CRRC-ის Facebook-ის გვერდზე, რომლის საშუალებითაც ადამიანებმა, ვისაც სურდა, შეავსეს ეს კითხვარი. ანუ აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეირჩა სფეროები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გამოგვეკეთა ის სექტორები, რომელიც ყველაზე დაუცველია და ყველაზე მეტი რისკია სექსუალური შევიწროების მხრივ. ეს იყო მაგალითად გართობის და დასვენების სექტორები, ასევე უსაფრთხოების სექტორი, იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო კაცებით დომინირებულია სფერო, ასევე რაც უფრო მეტი ადამიანი, თქვათ, მეტი მომხმარებელი, მეტი მხარე არის ჩართული რომელიმე სექტორში და რაც უფრო ინტენსიურია ურთიერთობები, რა თქმა უნდა, სექსუალური შევიწროების ალბათობაც იზრდება. სანამ კვლევის ძირითად მიგნებებზე გკითხავთ, რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად, საინტერესოა. რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ სექსუალურად ავიწროვებენ ადამიანს სამუშაო ადგილზე? კი ბატონო, სექსუალური შევიწროება არის ნებისმიერი ხასიათის ქმედება, გულისხმობ როგორც სიტყვიერი, არასიტყვიერი, ასევე ფიზიკური, რომელიც არის არასასურველი მეორე ადამიანისთვის. ეს არასასურველობა არის ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი და რომელიც იწვევს ამ ადამიანის ღირსების შელახვას, ან მისთვის შეურაცხყოფელი, ან დამაშინებელი, ან მტრული გარემოს შექმნას. რესპონდენტებს კითხვა, რა თქმა უნდა, ამ ფორმულირებით ჩვენ არ დავუსვით, არამედ იქ კითხვაში ჩამოთვლილი იყო სექსუალური შევიწროების ბევრი ყველაზე გავრცელებული ფორმები იმისთვის, რომ დავწუნებულიყავით, რომ რესპონდენტებს კარგად ესმოდათ რა იყო სექსუალური შევიწროება. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძირითადი ფორმები, როგორიც არის მაგალითად მხამსი კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით, ან ჩაცმულობასთან დაკავშირებით, სამუშაოს სარგებელთან სარგებლის სანაცვლოდ სექსუალური კავშირის შეთავაზება, ასევე პირადი სივრცის დარღვევა, ეს ფორმები აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააკვალიფიცირა როგორც სექსუალური შევიწროება. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს მეტნაკლებად ესმით რა არის სექსუალური შევიწროება. და რა არის მთავარი მიგნებები, რა გამოვლინდა, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი საქართველოს კერძო სექტორში? როგორც თქვენც აღნიშნეთ, ყოველი მეოთხე ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ან 27% კონკრეტულად, აქედან 24% არის ქალები, 18% კაცები. რა თქმა უნდა, ეს ისედაც ნათელი იყო, რომ ქალების შემთხვევაში უფრო მეტად ექნებოდა ადგილი სექსუალური შევიწროების ფაქტებს. ასევე გამოვლინდა ის ფორმები, რომლებიც და ასევე შეგვიძლია უფრო ჩავშალოთ, მაგალითად, როგორი ადამიანები ექვემდებარებიან სექსუალურ შევიწროებას, მაგალითად, ქალებში. უფრო მეტად ეს არის ახალგაზრდა 35 წლამდე ქალები, 18-დან 35 წლამდე ქალები და ასევე ის ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან პარტნიორ
სოციალურ ურთიერთობაში არიან დაშორებული პარტნიორს, ქვრივები, მარტოხელა დედები და ასე შემდეგ. კეთი, საინტერესოა, ვის მხრიდანაც არის სექსუალური შევიწროება, აი ის ადამიანები ვინ არიან? უშუალო ხელმძღვანელები, უბრალოდ თანამშრომლები? კი ბატონო, როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში უმეტესობა შემავიწროებლის საპირისპირო სქესის ადამიანი არის. ქალების შემთხვევაში 84% არის კაცი, ვინც იყო შემავიწროებელი და ასევე ესენი არიან ქალების შემთხვევაში 51%-ში ეს არის ხელმძღვანელი ადამიანი. სხვა შემთხვევებში ესენი არიან სხვა კოლეგები, მომხმარებლები და სხვადასხვა ადამიანები, ვინც არიან გარშემო. ხომ არ არის ეს ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ გარკვეულწილად ვერ ბედავენ ხმის ამოღებას ეს ადამიანები რიგი მიზეზების გამო, რომ არ დაკარგონ სამსახური და ასე შემდეგ. როგორია მათი დამოკიდებულება? ეგუებიან არსებულ რეალობას? სამწუხაროდ გამოდის, რომ ვეგუებით ქალები და კაცები სექსუალურ შევიწროებას, იმიტომ რომ მხოლოდ 9% აღმოჩნდა, ვინც ამბობს, რომ სექსუალურ შევიწროებას რომ დაექვემდებარა, შემდეგ რომელიმე სამართლებრივ გზას მიმართა. ეს არის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე შიდა ორგანიზაციული მექანიზმები, რაც დამეთანხმებით ალბათ არის საკმაოდ დაბალი. როგორც თქვენს თქვით, მიზეზი არის სხვადასხვა, მათ შორის ის, რომ როდესაც სამსახურში ხდება შევიწროება განსაკუთრებით ხელმძღვანელი პირის მიერ, აქ არის შიში, რომ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს სამსახური, ან შეიძლება ამაზე საუბრის საპასუხოდ მასზე შურისძიება მოხდეს, მაგალითად შეექმნას პრობლემები სამსახურში და ასე შემდეგ. ასევე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორიც არის, თქვათ, ქალებს ეშინიათ, რომ ისევ მათ დააბრალებენ სექსუალური შევიწროების გამოწვევას. ამ კვლევამ სამწუხაროდ ისიც აჩვენა, რომ როგორც ქალები, ასევე კაცები ფიქრობენ, რომ გამომწვევი ხშირად არის სწორედ ქალი და რომ კარგი გარეგნობის ქალი უნდა იყოს მზად, რომ მას სექსუალურად შეავიწროებენ, რომ თითქოს ეს არის ნორმა. ეს რა თქმა უნდა ძალიან მავნე სტერეოტიპი არის. ქალები ასევე შიშობენ, რომ თქვათ მათი ოჯახის წევრი კაცები გაიგებენ სექსუალური შევიწროების შესახებ და თავად გასცემენ პასუხს მოძალადეს და ამ კონფლიქტს ერიდებიან. ასევე ბევრი მსხვერპლი ემოციურად, ფსიქოლოგიურად არ არის მზად, რომ გაიაროს სამართლებრივი გზა, სხვასთან თუნდაც ენდობოდეს ამ ადამიანს, მასთან ილაპარაკოს, გაიმეოროს ეს ფაქტები. იმიტომ რომ მსხვერპლების უმრავლესობას უნდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაწყვიტონ ფსიქოემოციური კავშირი სექსუალური შევიწროების ფაქტთან. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როცა მსხვერპლებს მიმოწერაც კი წაუშლიათ, იმიტომ რომ არ უნდათ, რომ რამეს გაეხსენებინა მათთვის სექსუალური შევიწროების გამოცდილება. არადა მიმოწერა ძალიან კარგი მტკიცებულებაა მათთვის. ეს მინდოდა სწორედ მეკითხა, რამდენად მარტივი თუ რთულია იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად არიან ეს ადამიანები სექსუალური შევიწროების მსხვერპლები, თუ იმ შემთხვევაში თუ აი ესეთი კონკრეტული სამხილები არ არსებობს, თქვათ, მიმოწერა და ამას აქვს ესეთი ფორმა, რისი დამტკიცებაც შესაძლოა რთული იყოს. რამდენად შეიძლება რომ გახანგრძლივდეს ამის დამტკიცების პროცესი, ვთქვათ, და ესეც ხომ არ არის მიზეზი, რომ დროში არ გაიწელოს ეს პროცესი და ამიტომ ერიდებიან, ვთქვათ, მსხვერპლები ამ პროცესის რაღაც სამართლებრივ დავაში გადაყვანას. კი, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, იმიტომ რომ ხშირად მსხვერპლებს არ აქვთ მტკიცებულება. ჩამდენი როგორც წესი თავს იკავებს მტკიცებულების შექმნისგან. ცდილობს, რომ სექსუალური შევიწროება ჩაიდინოს მხოლოდ მსხვერპლის თანდასწრებით, არა მიმოწერით, თქვათ, ვერბალური ფორმით, იმისთვის რომ დარწმუნდეს, რომ მას არავინ არ უყურებს და მოწმეების გარეშე. უფრო მეტიც მოწმეების შემთხვევაშიც, თქვათ, უმრავლესობა გამოკითხულების, ვინც ამბობდა, რომ გაიგო სექსუალური შევიწროების შესახებ, ამბობდა, რომ არაფერი არ მოიმოქმედეს, გარდა იმისა, რომ თქვათ, მსხვერპლს აღმოუჩინეს, რაცა მეგობრული მხარდაჭერა, ასე ვთქვათ. კეთი, ძალიან მოკლედ მინდა რომ თქვათ, რა შეუძლიათ ქალებს გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხვდებიან, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები არიან და არა მხოლოდ ქალებს, კაცებსაც. ვის შეიძლება მიმართონ? კი, ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არის, ეს არის სახალხო დამცველი, სასამართლო, ასევე თუ უშუალოდ კომპანიის, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან ხდება სექსუალური შევიწროება, ეს არის ასევე შრომის ინსპექცია. რაც შეეხება საჯარო სივრცეებში მომხდარ სექსუალურ შევიწროებას, აქ შეგვიძლია პოლიციას 112-ზე დავრეკოთ და გამოვიძახოთ პატრული. საჯარო სივრცეებში იგულისხმება მაგალითად ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საჯარო სკვერები და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, მტკიცებულებების ქონა არის მნიშვნელოვანი. ქალებს ასევე შეუძლიათ, რომ რა თქმა უნდა, არსებული მტკიცებულება შეინახონ, ასევე შეიძლება ვთქვათ, შექმნან მტკიცებულება, მაგალითად, ფარული აუდიო ჩანაწერი, ვიდეო ჩანაწერი სექსუალური შევიწროების შემთხვევებში ჩაითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.